Ამ ექსპერიმენტში ჩვენ განვიხილავთ წყლის წვეთის თვისებებს. აგნეშკა გთხოვ ამ სატრუპის დახმარებით ერთი წვეთი წყალი აიღე და მოათავსე ამ პლასმასის ზედაპირზე. ჩვენ შემთხვევაში ეს CD-დისკის კოლოფია. თუმცა შესაძლებელია სხვა რაიმე გამჭვირვალე ფირფიტის გამოყენება. ახლა ძალიან ფრთხილად გადაიტანე ფირფიტა წიგნის თავზე და დააკვირდი რა მოსდის წიგნში დაბეჭდილ ტექსტს. თუ მას წყლის წვეთში ათვალიერებ, დიდდება. და ეს წყლის წვეთის გამო ხდება. შეგიძლია აგვიხსნა რატომ ხდება ასე. იმიტომ რომ წყლის წვეთი მოქმედებს როგორც გამადიდებელი შუშა. დიახ. აბა ახლა ამ ჩვეულებრივი გამადიდებელი შუშით შეხედე. თითქმის იგივენაირად ჩანს, როგორც წყლის წვეთში. დიახ, ეფექტი იდენტურია. უბრალოდ წვეთი ცოტათი უფრო პატარაა ლიზასთან შედარებით. თუ შევხედავთ გვერდიდან, დავინახავთ, რომ წვეთი ამოზნექილი. ანუ ნახევარსფეროს ფორმა აქვს. წყლის წვეთი მოქმედებს როგორც ამოზნექილი ლინზა. ადამიანის თვალში მსგავსი მოწყობილობა არსებობს. რა თქმა უნდა, თვალი არაა გაკეთებული შუშის ან სხვა რაიმე მკვრივი მასალისაგან. სამაგეროდ ის შეიცავს ბევრ წყალს. თუ გავიხსენებთ თვალის აგებულებას, დავინახავთ, რომ იგი შედგება ლინზისაგან. გავხატოთ სქემა. თვალი დაახლოებით აი ასეთი ფორმისაა. წინა გამჭვირვალე გარს ეწოდება რქოვანა. ოპტიკური სქემის მეორე ელემენტი, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას გამოსახულების შექმნაში, არის თვალის ბროლი. ხოლო მესამე ელემენტია თვალის ის ნაწილი, რომელიც ამოვსებულია სითხით. ეგრეთ წოდებული მინისებრი სხეული. მინისებრ სხეულში არსებული სითხის 97% წყალია. რა თქმა უნდა, წყალი თვალის სხვა ნაწილებშიცაა წარმოდგენილი. მთლიანობაში ეს სისტემა მოქმედებს როგორც ამოზნექილი ლინზა, რომელიც მზის სხივებს ლინზის მაგვარად გარდატეხს და ბადურაზე ჩნდება შესაბამისი გამოსახულება.